რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ჩემს ნებისმიერ ვიდეოს თან ახლავს ლინკი, მაგრამ TikTok-ზე აი მაქვს აქ როგორც კი გადახვალთ პირველივე არის რეგისტრაციის ლინკი. რეგისტრაციის გავლის შემდეგ შეგიძლიათ FL-shop.gt შეხვიდეთ Google-ის, ანუ აი ესეთ აპლიკაციაში. გადახვიდეთ, ანუ თქვენ რეგისტრაციის გავლის შემდეგ გაქვთ პირადი კაბინეტი, თქვენი მომხმარებლის სახელი და გასაღები SMS-ის სახით მოგივათ ნომერზე და უკვე იქმნება თქვენთვის პირადი კაბინეტი. რა თქმა უნდა, კატალოგის დათვალიერება შეგიძლიათ მიმდინარე და მომდევნო კატალოგის რეგისტრაციის შემთხვევაში. რეგისტრაცია არის უფასო და არანაირი ვალდებულებები არ გაქვთ. როგორც კი შეხვალთ, აი გთავაზობთ, რომ თუ გინდათ აპლიკაცია ჩამოტვირთეთო, იმიტომ რომ აპლიკაციით რაღაცების მართვა იოლია, დაათვალიერებთ მიმდინარე კატალოგს. და სურვილის მიხედვით, რაც თქვენ გენდომებათ, იმას გამოწერთ. კატალოგს როცა შლით, ნახე, ქვემოთ გამოდის ის პროდუქტი, რა გვერდზეც ხართ. და პირდაპირ შეძენის დაკლიკვით გადადის ეს პროდუქტი კალათაში. ეხლა რატო ვწერ ამ ვიდეოს? თქვენ თუ რეგისტრაციას გაივლით, ბევრ რამეს დავაჭირე, ნახეთ რეგისტრაციის გავლის შემთხვევაში, თუნდაც გინდოდეთ ერთი პროდუქტი, მაგალითად ეხლა მე შევეცდები რომ საღებავების მაგალითზე გაჩვენოთ 11.8, 11.1 და 10.17. თქვათ მინდა მხოლოდ თმის საღებავები. მე როცა რეგისტრირებული ვარ და არ მაქვს 45 ლარის შეკვეთა, აი კალათაში გადატანა. მაინც იმ ფასად ვიღებ, რაც სხვასთან შეკვეთისას უნდა მეყიდა. მაინც იგივე ფასით დამიტოვა, ნახე, 2-იც არის, 3 რომ ავარჩიე, ჩემთვის სასურველი ფერები, 2 დამიტოვა 10 ლარ და 59 თეთრად და მესამე მაჩუქა 10 თეთრად. აი აგერ ეს ჩამიგდო 10 თეთრად, ესენი 10 და 59. ანუ თუ კი ჩემი შეკვეთა იქნება 45 ლარის და მეტის, მაშინ დამითვლის ჩემს გადასახდელ ფასს 7 და 84, ხოლო როცა ჩემი შეკვეთა არ იქნება 45 ლარის, ახლა ამ შემთხვევაში ეს მინდა გაჩვენოთ, მაშინ დამიტოვებს, დამითვლის 10 და 59-დან. თუმცა მე მაინც მოგებული ვარ იმისთვის, რომ სხვასთანაც რომ მეყიდა, მაშინ უნდა თქვა გადამეხადა სხვასთან იგივე ფასი, რასაც აი ესე რეგისტრაციის დროს მაძლევს. მიწოდების ადგილად ავარჩიე მე ბათუმი, ჩემი ოფისი სააგენტო პუნქტი. ეს უკვე მთავაზობს, რომ რაიმე ხო არ მინდა სხვა პროდუქტებიდან და გაგრძელებას როგორც კი დავკლიკავ, შემდეგ ისევ გაგრძელებას და ნახეთ დამითვლის ახლა პროდუქტს, უბრალოდ დამითვალა 21 და 28 თეთრიდან, ანუ 2 დამითვალა 10 და 59-დან და 1 მაჩუქა 10 თეთრად. მაგრამ მე ხო კონსულტანტთან რო შემეკვეთა, მაინც ეს ფასი უნდა გადამეხადა და შეკვეთის გაფორმების საკომისიო, ანუ რომ მიეწოდოს ჩემი შეკვეთა სააგენტო პუნქტზე 43 თეთრი დამიმატა. ანუ მიწოდების საკომისიოც გამოდის, რომ მე გადავიხადე 43 თეთრი. მართალია სახლში არ მომიტანენ, მაგრამ სააგენტო პუნქტს როცა ირჩევთ თქვენთვის სასურველს, სადაც თქვენ თვითონ შეძლებთ მისვას, ანუ ახლოს არის და იცით რომ საქართველოს ბევრ ადგილას არის სააგენტო პუნქტი. უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ თუ კი თქვენს ქალაქში, თქვენს რეგიონში არ არის სააგენტო პუნქტი, მაშინ გიწევთ სახლში მიწოდების არჩევა და სახლში მიწოდების მიტანის საფასური არის 7 ლარი და 50 თეთრი. ხოლო შეკვეთა უნდა იყოს 45 ლარზე მეტი, ანუ 45 ლარი და მეტი. რომ სახლში მიწოდება გაგაფორმებინოთ. სხვა შემთხვევაში, ანუ შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია, იმიტომ რომ არ გავალდებულებთ ყოველ კატალოგში გაკეთებას, თან შეიძლება სხვა რამეც მოგეწონოთ, იმიტომ რომ კატალოგში იცით რომ უამრავი პროდუქტი გვაქვს, აი ნახეთ, აი აგერ არის კატალოგი. მე ახლა დავკლიკავ ამ კატალოგს და დავათვალიერებ თქვენთან ერთად მიმდინარე კატალოგს. აბა ვნახოთ. თანაც ძალიან მარტივია შეკვეთის განთავსება, იმიტომ რომ როცა კატალოგს ვათვალიერებთ, რა გვერდზეც გვაქვს გადაშლილი, ზუსტად ის პროდუქტი გამოდის, თავისი სინჯებიანა და შეგვიძლია პირდაპირ შეძენას დავკლიკოთ და კალათაში დავამატოთ. შემდეგ ისევ X-ით უნდა გავთიშოთ. შეგვიძლია დავათვალიეროთ, რომელ გვერდზეც გვინდა ვთქვათ, 38 გვერდი გვინდა. პირდაპირ 38 გვერდზე გადავშალოთ. ძალიან კარგი პროდუქტი გვაქვს. ძალიან ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ფასები, ყველაფერი, აი ეს ნიღბები მომწონს ძალიან.
და რა თქმა უნდა არანაირი ვალდებულება, არანაირი ძალდატანება. თქვენ როცა გინდათ გამოიყენებთ ამ თქვენ პირად გვერდს, როცა არ გინდათ არავინ არ გაძალებთ. თუ კი შიდა პირობებს გაეცნობით და მოგეწონებათ და მიყვებით, რა თქმა უნდა კომპანია კიდე თქვენი შესრულებული პირობისთვის გაჩუქებთ საჩუქრებს. ეს ყველაფერი თქვენს პირად კაბინეტში იქნება, როცა რეგისტრაციას გაივლით და რა თქმა უნდა უამრავი სიახლეები და რა ვიცი, ყველაფერი გვაქვს. და ნახეთ, თან ძალიან მარტივად არის. რა არის აქციით უკვე მითითებულია, გაყიდვების ჰიტი რა არის, კატალოგის აქციები, სიახლეები